მადლობთ მეგობრებო. გონი საინტერესო ადგილას მოვედით. ნუ დამავიწყდა ყველას კაი ხასიათზე ყოფნას გისურვებთ. ყოფები ახლა მექსიკის საზღვარზე, ამერიკა-მექსიკის საზღვარზე. ლაგანდე, ასე დასახლება, რავი, რაღაცა თვითი მოგასაღები და ძალიან უცნაურ ადგილას მოვედი რა. პატარა დასახლებული პუნქტი გავიარე და ასე ვიწრო ადგილას შემოვედი. GPS-იც ის მარგარიტა და მონიკა ორივე ერთი და იგივე გზას მაჩვენებენ, მაგრამ ვიწრო გზა რო არის, ცოტა უკვე ეჭვი მეპარება და რა უნდა წავიღო, ესეც საინტერესოა. ოპა, რამპი. აქ სანამ მოვედი საბუთები შემიმოწმეს, მინახა რა ხარ, ნუ ეს ტრამპის თავრობის შემდეგ უკვე საზღვისპირა იმეებში რომ მოდიხან, ძალიან მაგრა ამოწმებენ. და რაღაც აგ საზღვარზე, რუკაზე სულ 1 კილომეტრში არის, 1 მაილში არის მექსიკის საზღვარი. აქ რაღაცა თვითი უნდა ავიღო და წავიღოთ იუტაში. უკვე დამაინტრიგებელია. ჩვეულებრივად ჩვენებურად დავაფიქსიროთ რა ხდება. და ვიწრო გზა არის. იქიდან ტრაილერი მოდის, ეს იგი სავარაუდოდ რაღაცა უნდა იყოს. აპოინტმენტი მითავ 14 2 საათზე მაქვს აპოინტმენტი და რა ვიცი ახლა რაღაცა ორგანიზაცია უნდა იყოს ხო? მე მგონია ჩემი აზრით იქნება რაღაცა საწყობი მექსიკიდან გადმოტანილი. 1000 feet, turn right. და მერე ჩვენ მიგვაქვს რა ვიცი, ვარაუდით ვამბობ. რა უნდა იყოს ახლა ხასეთი მაგრამ იქით ახლა ხედავ დასახლება, აი ღობი. საზღვრის ღობია, ნახეთ მეგობრებო. იმის იქით უკვე მექსიკა. პიტაპის საზღვარზე ვარ. აი. შედავით პატარა. In half a mile, turn right. ხო, აი ეს იყო მექსიკა რა, პიტაპის საზღვარზე ვარ. ჩვენ ადრე ხო ვიყავით ამდენჯერმე გადაღებული მაქვს. ორგანიზაცია რამე. იქით გახო. აი მეგობრებო, ხარგინად გადახდეთ მექსიკაში. აქედან შეღუნული ის აქ, ნახე ღობეს დააკვირდით. აქედან მოღუნულია და იქიდან წვეტიანია, იქიდან ვერ გადმოვა ადამიანი. ეხლა ისეთი სიმკაცრეა უკვე ადრე რო გადმოხდებოდნენ, უკვე ისეთი ის აღარ არის ადრე. ბაიდენის დროს როგორ მოდიოდნენ, რა. ეხლა მე ვაშემეშალა, აი ეგ გარღვეულია ეს. სადღაც ვარე ხავს, 17 აბა ნახოთ ერთ წუთით ეს არის. თექვსმეტი 61 გვინდა, იქითკენ გვაჩვენოს. ვარე ხავს 2. აი უყურეთ აი ტრამპის ღობე ორი სახეა, ნახეთ უყურეთ ის ძველი ღობია და ეს ახალი მოუხვებიან, ხო? თუ ასე გამოდის ეგე. Turn right, then your destination will be on the left. 1661 და ეგ უნდა ტოტე. აი ეს კომპანია shipping. აი ნახეთ მეგობრებო, ეგ ხედავთ აი ის ღობე მოუყვება ახალი რკინის, ესე იგი და ის ძველი ღობეა ეთქობა. ჩვენი საწყობი კიდევ აი ეს არის რა.
მანქანია ზუსტად აბა. არა მექსიკისკენ იქ რაკაი ბუნება. ეთქობა რაღაც ისინია ეთქობა. მანტაცია. მოდი ხა მე ამოთ ისე უშნოთ ადგას ეს მანქანა მოდი აქ ხوار გავჩერდი რაღაც. ეს ხელი არ შეუშალო. ეგერ არის მანქანა და ეგ გავჩერდები ცოტა ეს არის და შიფერ ეს არის თოთა ეს რაღაცა მოიტანეს მექსიკი ამათი ხასის ნომრებია ჩვენ ესე გავაჩეროთ რომ აი მიხდა ესა რომ მოდი აი ეგერ გავჩერდები მე Mexica თავისი ტოტე Your destination is on the left. გავიგოთ რა ხდება. ეს საწყობია საშუამავლო მექსიკიდან გადმოცული ტვირთი. ეს რა დააყენოს? აი ეს რა ხდება. აი სიცხებია. ეს და Maybe show funny. We made out to area. Amigo, office is over here, yeah? Okay, thank you. Oh, peace. იმას მიცემ ნომერს. აი სიცხე კი არის ხო იცით? მე ხوار უშლი ხახეს. ოკეი. კი შეეტევა. დელ-რიოში ვარ მეგობრებო, დელ-რიოში. ეხლა შევიდეთ აი. აი ახლა იქნება დრაივერს ვეთხია. ესე იგი რაღაცა მიგვაქვს. ესე გავაკეთე მოვედი და პიონამბას ხო არის და ახლა მე გავრეკე ჩემ დისპეჩერს და სხვა ნომრით იწყებაო მითხრას და ველოდები პასუხს ახლა რომ მითხრა ზუსტი პიონამბა ასე ხშირად ხდება ხოლმე რა რაღაცა ნომერს გაძლევენ შეესწრები და სწორი ნომრით უნდა იყოსო და ახლა დისპეჩერი დაურეკე და ალბათ გამოაგზავნეს რა მაგრაც ხება ზაფხულში აქ რა იქნება Mexico's higher chocolate. Mexico. Aga plasmasis კამებია თუ ყუთები, ნაგვის ყუთები. ალბათ ეს მიმაქ. აი ჩემ შვილებს ვეუბნები რომ ესპანური ენა ისწავლეთ. თავიდანვე მეც მინდოდა მესწავლა, მაგრამ ვერ მოვაპი თავი. ეხა ინგლისური როიცი, ესპანური როიცი, რუსული როიცი, ჩათვალე რომ ამერიკაში ხარ, როგორ ჩიტი რა. განსაკუთრებით ამ რაიონებში, სადაც ესპანურად ლაპარაკობენ, ისე უხარიათ ხოლმე, ისე უხარიათ ესპანურად რო ელაპარაკები. ბედნიერები არიან რა. სამწუხაროდ მე ვერ მოვახერხე. ვარუშლი ხელს, გონი გავა. ისე საქმე რომ მივიდეს კი უნდა ვიცოდეთ რამდენიმე სიტყვა. ერთი ამიგო ვიცი ესპანურად და mucho. აი სავარაუდოდ ეს ნაგვის ყუთები იქნება წასაღები რა, ნაგვის აი სახლებთან რო დგას ხოლმე რა, ეთქობა ეს ის არის რა. ჯერჯერობით ჩემი ნომერი არ მოსულა. ვიცი ტრამპი ესე იმუქრება შეიძლება მექსიკა შემოიერთოს ამერიკას მაგრამ არ ამგონია ეს მოხდეს აი როგორ მოუყოლდა ეხა ეს კედელი ეგრე დიდი კედელი ამ პატარა კედელს მაგრამ
Kalingo Customer House. და დამიყენებია ჩვენი ჯორჯი, არავის ხელს არ უშლი. დელირიოში. ეკიო იქითო. მე კიდე ის ნომერი ჯერ არ მომსვლია. აი დაველოდოთ აბა. აქითაც რაღაც საწყობია. მოვიდა ნომერი, მომივიდა. მოვედი ჩეკინგი გავაკეთე და აგე 15 კარებთან დააყენეო. დავაყენოთ ახლა უკანასვლით. დავაყენეთ, აბა შევამოწმოთ მაინც დასაკესლუჩი. და ესეც დავაყენოთ, იმიტომ რომ ახან უყენიათ, ესე იგი ითხოვენ ამის დაყენებას. სტრეპები მომთხოვე, სტრეპები გვაქვს, სავარაუდოდ ხო რა ეს მიგვაქვს რა, სანაგვეყუთები. კარებთან რო აქვს ხოლმე სახლებში, ამ ხელა საწყობია. სავარაუდოდ ალბათ, ახლა ეს ალბათ ფუჭდება, რა ისინი არ არის და ო მარტო ამით არიან დაკავებულები. ეს საწყობი ამ იმეებით არის, რა ქვია ამას? სანაგვეყუთები, ბოგლებია. სუბუქი თვითი კი არის, ამას არც უნდა აწუნო. ავიდეთ, აბა ნახოთ რამდენს გვიხდიან ამ ტრიპში. ვიდროდ იუტაში, ხუნკანე, რუკაზე რო შევხედე, ესეთი აუთვისებელი ადგილებია, მაგრამ ცოტა თუ რაღაცებს კარგი იქნება რომ რაღაც საინტერესო რაღაცები ვნახოთ. Please drive to highlighted route. რავი მაგ ეს. ვერც კი ვიგზენი როდის დაკეთეს რო. აი მე სუცარიელია ხელი მომაწერინეს ხო რა ეს ნაგვის ისინი რა ეს ფაქტობრივად 2000 პაუნდი ჩათოვე და ცარიელი მივდივარ რა ერთი რა არის ეს ვერც კი ვიგზენი როდის დატვირთო შეტყობა გურიკით მიაგორეს საზღვარზე რო ამ მთელი საბუთები მომაწერინეს ის მოაწინე და ეს დაადეო და სურათები გადაიღეო აგვის ხუთეს ამხელა ყურადღება თუ უნდა და არ მეგონა. აი აქ რა ხდება იცი? საზღვრები რო არის, მაინც უნდა ოფიციალურად ყველაფერი იყოს. ჩვენც მივყეთ. პლომბი უნდა დავადოთ, გადავიღოთ მთელი ამბები. დავადოთ. ამის სურათები გადავიღოთ, სურათით ნომრები, აბა ასე შევკრათ. всё. ეხლა ამ სურათებს გადავუღებ და აუგზავნი ბროკერს. ლამპი დავადებ და წავიდეთ ახლა. ბარემ ბოლომდე ვიანგარიშოთ რამდენს გვიხდიან. ამას აწონო არც უნდა ფაქტობრივად სარიელია. იმედია ხარიან ადგილებში არ მოხდებით. თუმცა ტეხასი და არიზონა და ნევადა უნდა გავიაროთ. დავაგზავნოთ ესე იგი მივდივართ იუტაში ხუკუკ რა ქვია ამ ქალაქს რაღაცა ქვია 1280 მილი 1280 მილში გვიხდიან თითქმის 1300 და გვიხდიან რა ქვია $2600 $2 გამოდის რა ნუ ჩავთვალოთ რომ რა ქვია ხა საწვავი ფაქტობრივად ბევრი არ დაეხარჯება არც ცუდია და არც კარგია რა შუაშია, მაგრამ რაც არის ეგარი. მომემზადოთ და წავიდეთ არა მეგობრებო. წავედით. ეხლა უკიდურეს ლა რიოში ვასადავართ ლა დერიოში. საზღვარის აგერ მივედით უკიდურეს საზღვარზე. ეტაპი საზღვარზე ვარ და ავართ ეხლა პირდაპირ და მოვუხოთ მარცხნივ. და შეუყვებით. ესე იგი გავილით რა ქვია იმას ტეხას, ნიუ-მექსიკოს, არიზონას და ჩავართ იუტაში.
მივდივარ სხვათა შორის პრივი გზებით, ადგილობრივი გზებით და შეიძლება რამე საინტერესოს გადავეყაროთ. დავეშვიდობოთ ამ საზღვრებს და დავით. მომავალ საინტერესო ვიდეოებამდე. და როგორ გვინდა, სულ ცოტა დაგვრჩა უკვე მოგზაურობის და იქნებ აი განსაკუთრებით მინდა აი ეს ერთმანეთს რო ეჯიბრებიან. როდერო. ეს უკვე სიტყვაც არის და რავი შეიძლება გადავეყაროთ არა. აქ Bye Mexico.